შემიძლია მოკლედ კაია ხალხი ჯოგბურთს თამაშობს აი ეს არის ნამდვილი ჯანმრთელი ცხოვრება აბა სამსახური ის რა კი დატვირთვა მაგრამ ძალიან არასწორი დატვირთვა მეც მინდა სპორტით ვიყო დაკავებული არ ხანახან მაინც ისე რამდენჯერ მინატრია იცით მეგობრებო რომ დილას ვირბინო ვარჯიშის მიზნით რა მოკლედ მაგრამ დილას გავბივარ ხოლმე როგორც წესი სამსახურში ეს ჯერ არ არის დასახლებული გონი რა ვიცი შუშები ჭიანია შესაბამისად არავინ არ ცხოვრობს ადგილი კარგია მაგრამ აქეთ ფანჯრები საერთოდ მზის გარეშეა დინამიკები აქეთ ყოფილა პეტერი კაფე ძალიან საყვარელი კაფეა აქ იყო მანქანების გაჩერება და ეს ტერიტორია აიღეს იმისთვის კაი იქნება ესეც თუ რამე სასარგებლო გაკეთდება ესეთი სტადიონი მაინც ვიყოს ჩვენთან ახლოს კაი იქნებოდა სოსო ირბენდა მოკლედ დიდი სამბით ბურთი ხო ვუყიდე ჩვენთან იყო მაღაზიაში თან ფასდაკლებით და ფეხბურთის სპორტში მეცი 5 ლარი და ის რა ქვია გასაბერია ნასოსიც არ მაქვს რითი გავბერო არ ვიცი ადრე სადღაცას მქონდა ნემსი სპეციალური ბურთის გასაბერი და რავი სად გაქრა არ ვიცი მოკლედ კაი დასავაგებელი მაქვს სახლი რო დავალაგებ გამოჩნდება ალბათ შეიძლება გადავაგდე კიდევაც არ ვიცი მოკლედ ახალი მაქვს საყიდელი ან ნასოსი ბოლო მაგრამ არ ვიცი რა ვქნა ესეც ასე ცოტა სხვა გზით წამოვედი დღეს ესე ვცვლი ხოლმე მარშრუტს იგივე ქუჩებზე გამოვედი სხვა ქუჩით გამოვედი მაინც ხო გამიგია რომ საერთოდ რაღაცა თქონდა რომ შეიცვალო შეცვლებაშიო თუნდაც აი მაგალითად ერთი და იგივე მარშრუტით მოძრაობა რაღაცა მაინც უნდა შეცვალო თუნდაც მარშრუტშია და ის რა ყვავილებია იასამნებია თუმცა ჯერ მაქვს დრო ცოტა დრო მაქვს და გადავალ ნახავ კი იასამნებია და რა კაი ფერია და რა ლამაზია ნახე ხელებია აი დიდებია მოკლედ ახლა ისე უნდა გადავიდე ისე დავუდიალ ვითომ არ მეჩქარება და ვითომ ხო აბა საკუთარი თავი თუ არ დავაჯერე იმაში რომ ყველაფერი რიგზეა სხვა ვინ მეტყვის გამხნევებელი
ხო უნდა გყავდეს საკუთარი თავი მაინც იყოს ეს ვიღაც თორე ცოტაც და უკვე ჭკვიდან გადავდგები იმიტომ რომ იმდენად მომაბეზრებელია ეს ერთი და იგივე როგორც ბილ მიურეის მონაწილეობით ფილმში თახვის დღე ქართულად მე მგონი ესე ქვია არ ვიცი ჯეინ სურკა რუსულად ესეა და ესე მოკლედ ესე ინტერესო პატარა ფაბები არის აქ გამოვედი ლეხანოზე გამოვახციე სამშვიდობზე და დავედი ახლა მთელი 7 საათი ფეხზე მარჯვენა ფეხი მტკივა, იმიტომ რომ მარჯვენა ფეხზე ვიცი ხოლმე რომ ვისვენებ ან ფეხზე დგომისას ვეყრდნობი მარჯვენა ფეხზე დღეს ცოტა რა ვიცი ისე არ მაწუხებს რაღაც მასაჟები გავიკეთე და წავედი მე სამსახურში მოგესალმებით მეგობრებო ახლა არის პირველის ნახევარი თითქმის წვიმიანი ამინდი გვაქვს ესე სადღაც 3-ის ნახევარზე უკვე უნდა ვიყო გამზადებული სტარტზე რომ 3-ზე ვიყო სამსახურში მოკლედ სახში რაღაცა პატარ-პატარა საქმეებს ვაკეთებ გავიღვიძე 10 საათზე 10 საათიდან ასე თუ ისე დრო მაქვს ხოლმე რაღაცებს ვაკეთებ რა რასაც ვასწრებ ეს არის ჭურჭლის დარეცვა, იმიტომ რომ წინააღმდეგ ვერ ვასწრებ ხოლმე ჭურჭლის დარეცვა რა ქვია იმას სადილის მომზადება ცოტა ხელს მივავლებ მოვალებ და მოკლედ რა ესე და ჩემი თავისთვისაც მინდა ხოლმე 1-2 რამოდენიმე წუთი 2 წუთი ყავა მივთან რაღაცა სადილი წაუზმე რა ვიცი მოკლედ სოსოს ძინავს ხოლმე 2 საათზე ვაღვიძებ გავვიარ მე სამსახურში ესეთი ამბები ნახეთ აი ამ პაწაწუნა ეზოში არის პარკინგი რამდენი მანქანა ეტევა ნახეთ 2 4 6 7 მანქანა კიდე სადმე ხო არ არის და ვერ ვხედავ ხო არა მეტი არ არის იქით ვიყურები ახლა მოკლედ აი ესეთი ამინდია წვიმიანი ხო ესე მომწონს ეს სახურავები რომ სველია ხო და ქუჩაში ყურება ჩემი ჰობია ფანჯრებთან მიდგას მაგიდა და როცა ვისვენებ ასე ვიყურები ხოლმე ფანჯრაში ხო ვისაც არა აქვს ესეთი ხედი ალბათ რა ვიცი რას უნდა უყუროს მაგრამ აქ სულ რაღაცა მოქმედებაშია სულ რაღაცა ხდება თან მით უმეტეს თუ ეს ჭიშკარი ეს ჭიშკარი თუ ღია ხოლმე საერთოდ უფრო საინტერესოა მთავარია ჩხუბი არ იყოს სწორედ დანარჩენი ესეთი პიცა არის ისეთი თეთრი რა ვიცი რაღაცა ისეთი ამინდი დაგვიბრუნდა თითქოს ზამთრის სუსხიც არის და ხო ყვავილები გამომიცოცხლდა გუშინ ერთი წამოვიღე დედა ჩემთან ვიყავი ერთი ნერგი რო იყვია ნერგი წამოვიღე ესენი გარეთ მაქვს უკვე გადგმული ცოტა ადრე მივიდა მაგრამ მედი არ გაფუჭდება ამათ შეხედეთ ნახეთ რატო ჩანს ესეთი ფერი? არ არის ესეთი ფერი, მეგობრებო, მწვანე. აქ ყვითელი ჩანს იმაზე. აი ცოტა. აი მე რატო აჩვენებს ესე? იქნებ კამერა უფრო რეალობას აჩვენებს. ეს აშკარად რაღაცა მოყვითალო ჩანს.
კამერაზე არა და არ არის მოყვითალო. ძვანია მეგობრებო, და უცნაური რაღაცა. ჩემი თვალი ვერ აღიქვამს და კამერა აღიქვამს. ხო და ესე. აქ მოგვიჩ ეს რაღაცა დაუბებულა აქ. არის ეს. ხო და ესე მეგობრებო. მე მოგადიეთ ჯერ არ მიმიხედია ჩემი თავისთვის მოწესრიგებული ვარ, აი ესე ვარ როგორც ვარ სახლში, ესე ვარ სახლში არც ვარ გაბრანჭული და შესაბამისად ყოველდღიურ ვლოგებში მე ყოველი ვიდეოს ჩართვის დროს თუ დავიწყე ხა ის საღამოსკაბების ჩაცმა ამაში დაწავა მთელი დრო და мотивაციაც დამეკარგება, ასე რომ ყველაფერს დრო ხო უნდა და მე კიდე აი ეს დრო ისე მაქვს მოკლედ საათს უყურებ და ხელზეც მაქვს უკვე გაკეთებული საათი და საათს ხელზეც უყურებ ხოლმე. ნახევარია ხო პირველის. ნახო, მოკლედ უნდა მოგიყვეთ ერთი ამბავი. თან ჩემი თაფა ვჭამო. სამსახურში თანამშრომელმა მითხრა ეს სამსახური რომ მოდის ხოლმე რომელიც ამოწმებს ანუ ანტისანიტარია თუ არის თუ რა მოკლედ სისუფთავეს აქ უნუჭამთო მოკლედ აი ეს დახლები სადაც არის და სადაც გამოწყობილი იყიდება და ძაღლი და შაშხეული იჭრება და ასე შემდეგ აი იქ არის შიგნით არის პატარა მაგიდა და თანამშრომლები და როცა ცოტა რაღაცა შესვენებენ ხოლმე ამდენი საათი რომ მუშაობ მოგშივდება ენერგიას ხარჯავ და აქ უნუჭამთო აბაოს აბჭამოთო თქვია თანამშრომელს და ტუალეტში ჭამეთო ჯერ თავიდან რომ მითხრა თანამშრომელმა რაღაცა მეუცნაურა მეთქი ნამდვილად მეთქი ესე გითხრა მეთქი ანუ ხო ესე თქვა ერთი 5 ჯერ გავუმეორე კითხვა რა და მე ისეთი გავბრაზდი დავწმუნდი რომ მართლა უთქვავს ესეთი რაღაცა მეთქი თავისმა ოჯახმა ჭამოს ტუალეტში თქო თავხედები მე ვიღაცა ხო გაიგო ეს ამბავი ხა რომ მიყვებოდა და რაღაცა და რომ შევშფოთდი ხო მომხმარებელმა ადექითო უჩივლეთო რას ქვიაო ეს როგორ გითხრათო ეს მეთქი ჩემთვის არა იქ დამშრომლობა აქვს თანამშრომელს როგორ უთხრა ტუალეტში ჭამეთო მოკლედ აი ესე მე ესეთი ისეთ სამყაროში ვცხოვრობ ესეთ ქვეყანაში სადაც არ ვიცი ოდო პეტერა მას უფლებებს აძლევენ და მე თავზე აждებიან ხალხს თან წესიერ პატიოსან ხალხს და თან ჩვენთან ახლა რა გაგიკვირდება და ალბათ აღარავის არ უკვირს ეს ყველაფერი და ყველა განათლებულია ჩვენ კოლექტივში ყველა ასე ვთქვათ უმაღლეს განათლებით მუშაობენ კაპიკებზე და ესეთ იმაში რა სფეროში იმიტომ რომ ესე მოიტანა დრო იმიტომ რომ ესე ასაკიც ზოგს არ უწყობს ხელს რომ თავის პროფესიით მუშაობს იმიტომ რომ ესეც პრობლემაა შეიძლება იყოს კარგი სპეციალისტი მაგრამ ასაკის გამო იმიტომ რომ უკვე ვადა გავუვიდა ხო და თან მით უმეტეს აუთქვენის ფილმი თუ გაგვცნა ნახე დემი მური როა მეც რა ქვია მაგას ახალი ფილმია იმაზე გაახალგაზრდობაზე რა მოკლედ იქ როგორ ეუბნება შენ უკვე მეც რა ანუ ამდენი წლის ხარო და უკვე მეც რაღაცა ისეთი ფრაზაა რა აი გამაღიზიანებელი ამას მარტო ხალი თუ მიხვდება რა როგორი დამამცირებელია გამაღიზიანებელი ის იყო რაღაცა ნათქვამი და მოკლედ იმიტომ არის რა ეს საწოდავი ქალები რომ დარბიან კოსმეტოლოგებთან და ისა რომ რაღაცით მაინც მასთან და ასაკს მალავენ და მე მაგალითად მე პირადად მე მაბატიეთ ამ სიტყვებისთვის მაგრამ ძალიან ფეხებზე კიდეა ვინ რას იტყვის ჩემ ასაკზე სიბერეზე ვარბებერი დიახ კაცო ბუნება ყველა დაუბერდებით ყველას გვექნება ნაოჭი ყველას რაღაცა გვექნება
რაც არ უნდა გაიშპაკო, რაც არ უნდა დაიქაჩო, მიიქაჩო, მოიქაჩო, ადრე თუ გვიან ისიც მოიდღლიზება და ეს არის გარდაუვალი, როგორც სიკვდილია გარდაუვალი, ისეა ესეც გარდაუვალი და ახალგაზრდებს კიდე სანამ ახალგაზრდები ხართ და სანამ ლამაზები ხართ, აი დატკბით ამ პერიოდით, ოღონდ წესიერი გაგებით. ხო. და ანუ დიდი ხანი არ არის თან. სადღაც დაახლოებით ესე 18 წლიდან 30 წლამდე და მე უკვე არა 30 არა 30-იც ბევრია. ესე სადღაც 18-დან 25 წლამდე მე უკვე უკან მიდის რა, ანუ სიბერისკენ იწყებს სვლას. აი ძალიან მოკლე დროა, რო დაფიქრდეთ. 18 წლიდან 25 წლამდე ეს არის რაღაცა 7, ნუ გავწევთ 10 წელი. აი 10 წელი ახალგაზრდობის და მე უკვე всё, ადამიანი წლებს დაფერებას. ხო და ასე რომ ანუ კი აღარ ლამაზდება პირიქით უკან მიდის რა, მე ამის თქვა მინდა, თორე ზოგი ისე კარგად გამოიყურება, მერეც ეგ გაათაშუაში არ არის, ანუ უკან მიდის პროცესები და არა წინ. ხო. ხო და ესეთი ამბები, მეგობრებო, კარგით, აბა ეხლა ძალიან პატარა ვიდეო მექნება ეს სასაუბრო, იმიტომ რომ მინდა რომ უნდა ავტვირთო კიდევაც ეს ვიდეო. ისეთი ლამაზი ქუჩა აღმოვაჩინე. შემეშალა კი არა უფრო სწორედ, როგორ იყო იცით ეს ვიწრო ქუჩებში ხო მივდივარ და ვიფიქრე იქიდან ჩავალ ხო და რაღაცა ესე გავუხვიე და რაღაცა ცოტა გრძელი აღმოჩნდა ის ქუჩა და მეთქი ვაიმე, ეხლა ეს თუ გამიყვანს ეხლა მარჯანიშვილამდე თქო, ანუ მოედნამდე თქო, გავგიჟდები, იმიტომ რომ დავაგვიანებდი საერთო სამსახურში და არა, კიდევ კაი, თლად ისეთი გრძელიც არ იყო, ნუ კი, დიდი ქუჩა იყო, მაგრამ მალე ვიპოვე ჩასახვევი და მე უკან მომიწია აქეთ მეორე მხარეს გამოსვლა და ხო, მაგრამ ისეთი ლამაზი ქუჩაა, მე აუცილებლად გაჩვენებთ, ეხლა წვიმიანანში ვერ დავიწყებ, მან ფოდი ელცის კი არა, იმას ვფიქრობ, ახლა მარშრუტი ხო არ წავიდეთ ხო დღეს, იმიტომ რომ წვიმს და მინდა გუბეებში ფეხები ჩავადგა, გავიციო კიდევ უარესად თავი და ხო, ესე ჭუბია. ხო და ესეთი ამბები, მოკლედ აი ჩემი საფიქრალი და ჩემი სადარდებელი ყოველდღიური რუტინა. გუშინ ვისვენებდი და სოსო მეთქი გავიდეთ ბებესთან, თქო ბებესით დედაჩემ. ხო და გავედით მოკლედ ეს ვანდა მაიღო შვებულება, დღეიდან ისვენებს ერთი კვირა და გამოგივლითოდა რომ ალბათ წინასწარ შემთახდება თუ დილის ცვლა ვიქნები, საღამოს გამოივლის თუ მოკლედ არ შეიძლება მეც მოახერხო და გავუარო. მაგრამ მე არ მინდა მარტოვი არო ხოლმე, ახლა გავმინდა სოსტაერთო, მაგრამ სოსო 1 საათი სანამ ეს ჩაიწვევს, სანამ მოკლედ ძალიან დამხლელია. ხო თან ის კალორიების ამბავში რო ითვლის, ისე მინდა რომ გვერდში დავუდგე ყველანაირად, რაღაცნაირად თან ეს ნივთიერებებიც მიიღოს, რაც საჭიროა მოზარდისთვის და მოკლედ რა ცოტა რთული ის არის აღმოცანა, რაღაცა მოდა თუ რა ვიცი, მე კი ვიცი რომ შეიბერტყება მერე და თვითონ შეიფერხავს როგორი ტყვენა ეს წონა დალაგდება. მაგრამ რა ვიცი, ახლა მომდა ხო თან დაბადების დღეა 5 მაისს დაბადების დღეა და ვფიქრობ გავუკეთო საჩუქარი. ხო და ამას ახლა ცოტა ისეთი მოთხოვნები აქვს, რომ მე რა ვიცი, ჯერ მაგას ვერ მოვახერხე ვერანაირად. ხო და რაც მინიმალური მაინც რომ რაღაც გავახარო და ნახოთ რა იქნება. YouTube-ის ხელფასი არ გამომდის, არა. არ გამოვა, როგორ გამოვა, ასე 1000 ერთხელ მოვდივარ თქვენთან, განა არ მინდა, ძალიანაც მინდა.
მენატრება, ახლა მენატრება, აი ასეთ სამსახურს რა ჯობია მე. ტაჯიკი ილაპარაკიან, ატარე კამერა და ილაპარაკე და ესაუბრე ადამიანს და გინდა ქუჩიდან, გინდა იქიდან, გინდა აქიდან, კი, რომ ვამბობთ მონტაჟია, დრო იხარჯება ამაში და რაცა თუ ნიჭიერი ადამიანი იმისთვის რთული არაფერი არა, უნიჭოსთვისა ყველაფერი რთული და იმათ ეჩვენება, თორე ნოცა ისა შენ თან მით უმეტეს დიდ ხანს აკეთებ ერთი და იგივეს უკვე დახელოვნებული ხარ და მოკლედ tad ეგრე რთულიც არ არის როგორც ახლა სადაც მუშაობ მე ისე რთულიც არ არის ხო და ასე რომ თი ამბები კარგით აბა დროებით და ნახოთ როდის მოვალ არ ვიცი წინასწარ ვეღარ